გამარჯობათ, მოგესალმებით კოლეგებო. დღეს ჩვენ ვატარებთ თავდაცვისა და უშუალობის კომიტეტის ხდომას. კორუმი გვაქვს. დღის წესრიგში გვაქვს ერთი საკითხი და გთხოვთ დღის წესრიგის დამტკიცებას. მადლობა. ეს საკითხი შეეხება საქართველოს პარლამენტის წევრების ალექსანდრე ტაბატაძეს, თენგიზ შარმანაშვილის, გია ბენაძეს, ვიქტორ ჯაფარიძესა და გენადი ტაძიცავას მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი პროექტის იარაღის შესახებ კანონში ცვლილების შეტანის თაობას. ამის შესახებ ქალბატონი გრეტა მოგვახსენებს პირველი მოსმენით არის, როგორც იცით, ეს საკითხი და გთხოვთ ქალბატონო გრეტა. მოგესალმებით, პირველი მოსმენით წარმოგიდგენთ საქართველოს კანონში, იარაღის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე. წარმოდგენილი საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტით მკაცრდება სასიგნალო იარაღთან და მის ვაზნებთან დაკავშირებული რეგულაცია. საქართველოს კანონმდებლობით სასიგნალო იარაღის შეძენა და მისი გამოყენება შეუძლია ნებისმიერ პირს, მათ შორის არასრულწლოვანს, რისთვისაც არ არის დადგენილი რაიმე სახის ნებართვა. მარტივია სასიგნალო იარაღის და საბრძოლო მასალის იმდაგვარი გადაკეთება, რომლის შედეგადაც სასიგნალო იარაღიდან შესაძლებელია ცეცხლსასროლი იარაღისთვის განკუთვნილი საბრძოლო მასალის გასროლა. სასიგნალო იარაღისთვის გამომდინარე საფრთხეების გათვალისწინებით, საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მარწესრიგის დაცვით, აგრეთვე იარაღის ბრუნის კონტროლის უზრუნველყოფის მიზნით, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით განისაზღვრება სასიგნალო იარაღის ტარების წესი, თუმცა აუცილებელია დასახელებული წესის საკანონმდებლო დონეზე იყოს გათვალისწინებული. მოკლედ შემოგთავაზებთ პრინციპების დონეზე 5 კანონპროექტში შედის თანდაური კანონპროექტია და ცვლილებები. სასიგნალო იარაღის დაკავშირებული ლიცენზია ნებართვასთან დაკავშირებით წარმოდგენილი საკანონმდებლო ცვლილებები სალიცენზიო საქმიანობად განისაზღვრება სასიგნალო იარაღის, მისი ძირითადი ელემენტების ვაზნის დამზადება, შეკეთება და ასევე მისი ვაჭრობა, ხოლო ნებართვას დაექვემდებარება ფიზიკური პირის მიერ სასიგნალო იარაღის შეძენა, შენახვა და ტარების უფლებით, სასიგნალო იარაღის ან მისი ვაზნის გადატანა, გადაზიდვა და გადაგზავნა, საქართველოს მოქალაქის მიერ სასიგნალო იარაღის ან და ვაზნის საქართველოში შემოტანა ან საქართველოდან გატანა, გარდა ტრანზიტისა და რეექსპორტისა, სასიგნალო იარაღის და მისი ვაზნის იმპორტი, ექსპორტი, რეექსპორტი ან ტრანზიტი, უცხო ქვეყნის მოქალაქის მიერ სასიგნალო იარაღის და მისი ვაზნის საქართველოში შემოტანა და საქართველოდან გატანა, ასევე უცხო ქვეყნის და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენელთა, აგრეთვე სხვა მნიშვნელოვან პირთა ვიზიტების დროს მათი თანხმდები პირთა მიერ სასიგნალო იარაღისა და ვაზნების საქართველოში შემოტანა, საქართველოდან გადანა და საქართველოში გადაადგილება. სასიგნალო იარაღის შეძენა, შენახვა ტარების უფლებით, მისი საქართველოში შემოტანა და საქართველოდან გადანის ნებართვი, გარდა ტრანზიტის და რეექსპორტის ნებართვისა, მოპოვება შესაძლებელი იქნება 18 წლის ასაკიდან. დღის მდგომარეობით ასაკი არ არის განსაზღვრული და ესეც რეგულირდება. საგულისხმოა, რომ სასიგნალო იარაღის და მისი ვაზნის დამზადებასთან შეკეთებასთან, ვაჭრობასთან, იმპორტთან და ექსპორტთან, რეექსპორტთან, ტრანზიტთან დაკავშირებული ლიცენზიებს გასცემს საქართველოს თავდაცვის სამინისტრო, ხოლო ფიზიკურ პირებზე იარაღის შეძენის, შენახვის, ტარების უფლებით, გადატანა, გადაზიდვის, საქართველოში შემოტანის ან საქართველოდან გადანის ნებართვას საჯარო სამართლის იურიდიული პირის, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო. აქვე მოგახსენებთ სალიცენზიო ნებართვასთან საქმიანობასთან მოსაკრებლის საფასურს, რომელიც უკვე არის წარმოდგენილ ტექსტში, თუ რა თანხები არის მოსაკრებელი განსაზღვრული. ბევრ დროს არ წაგართმევთ იმის გათვალისწინებით, რომ სასიგნალო იარაღთან დაკავშირებულ ნებართვებს გასცემს მომსახურების სააგენტო, საჯარო სამართლის იურიდიული პირის, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისთვის დაწესებული საფასურებისა და ვადების შესახებ საქართველოს კანონის პროექტით ნებართვის გაცემის განისაზღვრება საფასურის შემდეგი სახით. აქაც თანხები არის განსაზღვრული და გადავალ ლიცენზიების ნებართვების გაცემის წესთან დაკავშირებით. წარმოდგენილი საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტით მიეთითება თუ რა შემთხვევაში მოიპოვება სასიგნალო იარაღთან ან მის ვაზნებთან დაკავშირებული ლიცენზია ნებართვა. ასევე სუბიექტები, რომლებიც არ საჭიროებენ დასახელებული ლიცენზია ნებართვას, კერძოდ საქართველოს მთავრობის და დადგენილებით განისაზღვრება.
იმ სასიგნალო იარაღის ტექნიკური მახასიათებლები, რომლებიც შეძენა საქართველოში შემოტანა, საქართველოდან გადატანა, გადაზიდვა ან გადაგზავნა დასაშვები იქნება მხოლოდ ნებართვის ლიცენზიის საფუძველზე. სასიგნალო იარაღის ვაზნების რაოდენობა, რომელთა საქართველოში შემოტანა და ან საქართველოდან გადატანა, დასაშვები იქნება ნებართვის საფუძველზე და იმ სახელმწიფო დაწესებულებებისა და იურიდიული პირების ნუსხა, რომელთა სასიგნალო იარაღის და მისთვის განკუთვნილი ვაზნების საქართველოში შემოტანისთვის, საქართველოდან გადატანისთვის, გადაზიდვისთვის ან გადაგზავნისთვის არ სჭირდება შესაბამისი ნებართვის ლიცენზია. სასიგნალო იარაღის ტარების წესთან დაკავშირებით მოგახსენებთ, რომ იარაღის ტარება დასაშვები იქნება დასახლებულ პუნქტში ან მის მიმდებარე ტერიტორიაზე 500 მეტრის რადიუსით, ასევე სასიგნალო იარაღის გადატანა, გადაზიდვა, დასაშვები იქნება მხოლოდ სპეციალური შალითით განუხტულ მდგომარეობაში ვაზნებისგან განცალკევებულად, რა დროსაც იარაღი უნდა იყოს არასრულად დაშლილი. ან იარაღს გამაგრებული უნდა ქონდეს უსაფრთხოების საკეტი იმდაგვარად, რომ გამორიცხული იყოს მისი მოხსნის გარეშე იარაღის გამოყენება. ამასთან დაუშვებელია სასიგნალო იარაღის კერძო დაცვით საქმიანობაში გამოყენება, ესეც ამის გან. ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობასთან დაკავშირებით არის განსაზღვრული შემდეგი წესი: იარაღის შესაბამის ნებართვის გარეშე შეძენის შენახვის ან ტარების ჯარიმა 600 ლარი, სასიგნალო იარაღის კონფისკაციიდან უიმისოდ, იარაღის მარსაწინააღმდეგო გადაცემის ან გასხვისებისთვის ჯარიმა 600 ლარი, სასიგნალო იარაღის კომპენსაციიდან ან უიმისოდ და სასიგნალო იარაღის ან მისთვის განკუთვნილი ვაზნის შენახვა, გადატანა, გადაზიდვა ან გადაგზავნის წესის დარღვევისთვის ჯარიმა 500 ლარით. რეგისტრაციის ძროებითი წესი მოგახსენებთ, რომ ვალდებულება იქნება 2025 წლის 1 აპრილამდე მის საკუთრებაში ან სარგებლობაში არსებული სასიგნალო იარაღის შენახვის ან ტარების უფლებით რეგისტრაციის მიზნით 2025 წლის 1 სექტემბრამდე წარუდგინოს მომსახურების სააგენტოს. აღნიშნულ შემთხვევაში კანონით დაწესებული სალიცენზიო სანებართო მოსაკრებელი არ გადაიხდევინება. თარიღთან დაკავშირებით მიმდინარეობს კიდე კონსულტაცია და უკვე მეორე მესამე მოსმენის რეჟიმში თარიღის დაკორექტირება და უფრო ზუსტ ვარიანტს წარმოგიდგენთ. სულ ეს არის, აქვე მინდა აღვნიშნო, რომ იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე დადგა შემოგთავაზა შემდეგი წინადადება, რომელიც გაზიარებული იქნა და აისახება პირველი მოსმენის რეჟიმში. მადლობა ქალბატონ გრეტას, მეტად მნიშვნელოვანი ინიციატივა და მნიშვნელოვანი ცვლილებებია. როგორც ცნობილია, იურიდიულმა კომიტეტმა განიხილა ჩვენ ამ დათქმითაც უყურით მასკეს, თითოეულ თქვენთაგანს წარმოდგენილი ჰქონდათ კანონპროექტი, ხოლო არავის სურს რომ წინადადება ხომ არ გაქვს ან კითხვები. კითხვა არ მაქვს, ბატონო თავმჯდომარე, შენიშვნები არის კონსულტაციების შემდეგ, მართალია ჩვენ ინიცირებულია, მაგრამ კონსულტაციების გავლის შემდეგ და თუ მოხსენებელი გაიზიარებს. ესე იგი, ერთ შეეხება იარაღის შესახებ კანონს, ძირითად კანონ პროექტს და ორი გამომდინარე კანონპროექტთან არის დაკავშირებული, სამივეს ერთად მოგახსენებთ და თქვენ მიტყვით თქვენს მოსაზრებას. იარაღის შესახებ საქართველოს კანონის პროექტის პირველი მუხლის მე-17 პუნქტით, რომლითაც ახლებურად ყალიბდება კანონის 32 პრიმა მუხლისა და მეორე პუნქტის გ ქვეპუნქტი, ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: გ უზრუნველყოს იარაღისა და საბრძოლო მასალის ვაზნის დაცვა. ეს რაც შეეხება ძირითად კანონპროექტში მე-17 პუნქტით პირველი მუხლის. შემდეგი ცვლილება არის უკვე გამომდინარე კანონპროექტთან დაკავშირებული, შემდეგი შენიშვნა, ეს არის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი. განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებებიდან გამომდინარე, ახლებურად ჩამოყალიბდა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 219 მუხლის პირველი ნაწილი. შესაბამისად, მიზანშეწონილია წარმოდგენილი კანონის პროექტით ცვლილება განხორციელდეს კოდექსის 219 მუხლის პირველი ნაწილის მოქმედ რედაქციაში და ამ რედაქციაში აისახოს პროექტით გათვალისწინებული ახალი 192 მესამე და 192 მეოთხე მუხლები. და მესამე ესეც გამომდინარე კანონპროექტთან დაკავშირებით არის ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თავობაზე კანონპროექტის პირველ მუხლში მეოთხე პუნქტის ნაცვლად მიეთითოს მესამე პუნქტი.
მე შემიძლია ეს წერილობითაც გადმოგცემ, თუ გაიზიარებთ, შეიძლება დაფიქსირდეს ოქმისთვის. კი ბატონო. აისახება პროექტში. კი ბატონო. მადლობთ. მადლობა, კიდევ იმეს ხომ არ სურს თავის. იზიარებ აღნიშნულ მოსაზრებას. კი ბატონო. მე ვიცი რომ ქალბატონ გრეტას კომუნიკაცია ჰქონდა შინაგან საქმეთა სამინისტროსთან, თავდაცვის სამინისტროსთან, პოზიციები შეჯერებულია. მაშინ უყაროთ გენჭი წარმოდგენილ პროექტს. ხო, ვინ არის მომხრე აღნიშნული შენიშვნების, რომელიც შეტანილი უნდა იქნეს აღნიშნულ კანონ პროექტში, როგორც იურიდიულ საკითხთა, ისე ბატონ თენგის შარმანაშვილის მხრიდან წარმოდგენილი შენიშვნები ამ დათქმით, რომ უყაროთ გენჭი. კი ბატონო, მადლობა. ერთხმათ არის მიღებული დღევანდელი ჩვენი კომიტეტის სხდომა ამით დასრულებულია.